იყო მცდელობა შექმნილიყო შთაბეჭდილება თითქოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივდიოდით, მაგრამ ორი ნაწილი არ არსებობს. ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი. მინდა გითხრათ, რომ მმართველმა პარტიამ ნათლად განსაზღვრული რუსული გზა დაიკავა. რუსულ გზაზე დადგა და თავს ისე აჩვენებს თითქოს ევროპისკენ სურს მოძრაობა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მხარდამჭერებსაც სურთ ევროპული გზა. საქართველოს მოსახლეობის 80-90%-ს ყველა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და არჩევნები დამოუკიდებლობის შემდეგ ამას აჩვენებს. ქართული ოცნების ლიდერებს თუ სურთ, რომ რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს მათი ოცნების, ამ იმედის შენარჩუნებას ნაწილობრივ მაინც ცდილობენ. Ჭირდება, რომ ტყუილებსა და დეზინფორმაციას ვებრძოლოთ. ამას თვეებია აღვნიშნავთ. შეუძლია ევროპას შეეგუოს, რომ ომის პარტიას უწოდებენ. შეუძლია შეეგუოს იმის ყურებას, თუ როგორ აყენებენ მის